ავაგზელოთ, აი ერთადერთი ფერი მაქვს ეს და მოდი ეს გავხსნათ. ძალიან საგულდაგულოდაა ეს ამანათები გადაფუთული. კიდე ესეთი ყუთი. ამ ყუთებზე ცუდი წარმოდგენა აღარ მაქვს, იმიტომ ეხა კაი რაღაცა მოვიდა ძალიან. ნახოთ. აიმე, რა არის? მე მგონი წნევის აპარატი ამოვიდა ხალხო. თუ აუჩნდები, წნევის აპარატი თუ ამოვიდა, საკმაოდ ხარისხიანი ჩანს. ინსტრუქცია მოყვება ვიდეოც და რაღაცეების. წნევის აპარატია. წნევის არის, ეხლა წნევის გაზომვა არ ვიცი სამწუხაროდ და ვერ გავიზომავ, მაგრამ საკმაოდ ხარისხიანი ჩანს. სულ ახალი, რა თქმა უნდა. ამასაც ელემენტი უნდა და აღარ მაქვს სახში ამდენი ელემენტი, 4 ცალი ელემენტი უნდა ამას. თავისი აპლიკაცია უნდა გადმოწერო და ძალიან კაი რაღაცაა, პროსტა სად ერთდება, აი ამაში ერთდება. და მოყვება თავისი შნური, რო შეერთდეს. აი მოყვება თავისი შნურიც, ხო? აქედან მე გამოდის, აი ეს ერთდება და ძალიან კაი ხარისხის არის და წნევის აპარატი სახში არ მქონდა და დიდი სიამოვნებით მექნება. კაი რაღაცაა ძალიან რა. მე მინახავს რაღაცა ჩინური წნევის აპარატები და ეს იმათთან შედარებით ანგელოზია. ძალიან კაია, თავის ჩასადები მოყვება. თან კიდე რაღაც, ხო, USB მოყვება თავის დასატენი და ასე შემდეგ. წნევის აპარატს ვიტოვებ. ეს მოგრძო რაღაც ავიღოთ, ნახოთ რა არის ეს მოგრძო. პაჩკა. აბა, ნელა ჩავხედოთ რა არის. რაღაცა მანქანის არის. მანქანის რაღაცა არის. ნახოთ, აი ესეთია, განახებთ. აი ესე გამოიყურება და მოდი, ამდენ წაკითხვაზე ჩანგელან გუგეებს პირდაპირ გავხსნი და ვნახავ. როგორც მივხვდი, მანქანის LED განათებაა, შიგნით დასამონტაჟებელი. თავისი წებოებიანად არის. მივხვდი რაც არის. ხო, მანქანის LED განათება არის, თავისი უკანა წებოები რატო აქ ამძღალი არ ვიცი, ეს მე უნდა როგორც წესით და ამას რატო აქ ამძღალი ვერ გეტყვით. რაღაც ერთმანეთზეა გადაწებებული, მიწებებული. არის აქ თავისი კნოპკები დასაჭერი აქვს და ეს მანქანის ეგრეთ წოდებულ ზაჟიგალკაში ჯდება. ამას ყუთში აღარ ჩავაბრუნებ. არა უშავს, რა გითხათ, ხა რაღაც საოცრებაა თქო, ვერ გეტყვით რა.